მოგესალმებით, დღეს მინდა ერთმანეთს შევადაროთ მარტივი და პროფესიონალური ფოკუსის დივაისები. დავიწყოთ თითოეულის განხილვა. პირველი დივაისი, რომელიც მოყვარულ ვეიპერებს განსაკუთრებით მოსწორთ Argus Z2 თავისი გამძლე ბატარეისა და დაბალანსებული სიმძლავრის გამო. მისი სიმძლავრე მაქსიმუმ 20 ვატი არის და სხვათა შორის ეს მოდელი განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში. შემდეგ დივაის Argus G3 Mini-ს აქვს შედარებით მაღალი სიმძლავრე ვიდრე Argus Z3-ს, თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ Argus Z3-ის ბატარეა ბევრად გამძლე არის. Argus Z2-ის ბატარეა არის 1500 ამპერი, ხოლო Argus G3-ის ბატარეა არის 1350 ამპერი. შემდეგი დივაისი არის Doric Galaxy S1. ეს დივაისი წინა დივაისებთან შედარებით ბევრად მსუბუქი არის. მისი სიმძლავრე მხოლოდ 16 ვატს შეადგენს და თუ კი ხარ დამწყები ვეიპერი, გირჩევ ამ მოდელის დაწყებას. Doric Galaxy რაც შეეხება, ეს არის powerbank-იანი დივაისი. Powerbank-ი ხელს უწყობს მის ხალხმრცვლ გამოყენებას და სხვათა შორის powerbank-ით შესაძლებელი არის ტელეფონის დატანებაც. ხოლო რაც შეეხება პროფესიონალური სტილის დივაისებს, აქ გვაქვს ორი დივაისი. Dragers-2-ის სიმძლავრე შესაძლებელია 60 ვატამდე გაიზარდოს და მისი ბატარეის გამძლეობის ამპერი 2500 შეადგენს. შეეხება Winch's Spark 200-საც, ეს კიდევ უფრო ძლიერი მოდელია, რომლის სიმძლავრე შესაძლებელია გაიზარდოს 220 ვატამდე და ბატარეის გამძლეობა კიდევ და კიდევ უფრო მაღალი აქვს. შესაბამისად, ამ დივაისს იყენებს ვეიპერი, რომელსაც ინტენსიური და ძლიერი შეგრძნებები ხიბლავს. თითოეულ ამ დივაისს საჭიროების სამეფში შეგიძლიათ შეუცვალოთ კარტრიჯები, ქოილები და სითხის ჩასასხმელი ბაკები.